მოგესალმებით მეგობრებო, ქალაქ ბრიუსელიდან და მინდა ერთი რამ მოვყვე. პირველად როდესაც ჩამოვედი ბრიუსელში და ჩავბარდი, ასე წელიწად ნახევრის წინ, ერთი ქართველი ვიდექი მარტო ჩაბარების პუნქტში. მეორედ 6 თვე მითხრენ დუბლინი, 6 თვის გასვლის მერე ჩავბარდი და უკვე 1-3 ქართველი დაგვდა ჩაბარებისთვის. აი ახლა მე ვგებულობ, სულ ვცდილობ რომ კონტაქტი მქონდეს, რაღაცნაირად გავამხრეო ახალი მიგრანტები და დღეად ყოველი დღის ჩაბარების დროს 5-6 ქართველი ბარდება. ეს კიდევ ერთხელ მიუნიშნებს იმ კატასტროფულ რაოდენობას, რაც საქართველოში ხდება და რა კატასტროფული რაოდენობის ემიგრაცია მოდის. რა კატასტროფული რაოდენობის ემიგრაცია მოდის და მინდა ახლა გითხრათ თან ერთი რამ, აი ვინც აწიაპირებს ჩამოსვლას, ან ვინც ჩამოსულია, არ ხვდება აქ ხელგაშლი არავინ არ ხვდება, უი დედაე რა გამახარე რომ ჩამოდიო არავინ არ ხვდება ასე. დაბინაების პრობლემებია უკვე და ადამიანები ქუჩაში ათენებენ ღამეს, ჩვეულებრივად შეიძლება 3 დღე მიცენ აგერ სასტუმროა აქვე ახლოსში და დედაია იქ პირობები 10 კაცს რო ერთად ზინავს 10 დღის დაუბანელს და ახლა წარმოიდგინეთ რა პირობები არის. მაგრამ ესეც ბედნიერებაა რომ იქაჩერებენ, მაგრამ არის ხანდახან არც იმ ადგილს აძლევენ და აი მაგალითად ერთ-ერთი ქართველი ამ წუთას აქ არის, რომელმაც გუშინ გაათენა ღამე ქუჩაში. მინდა გითხრათ რომ აქვე ახლო არის სადგური, რომელზედაც შეიძლება გაათენო ღამის 2 საათამდე, მერე კეტავენ სადგურს, გააღებენ დილის 20 საათზე, შეგიძლია ისევე შეხვიდე. ამ პერიოდში თუ გაგიმართლა და წვიმა არ იქნა, ხო კაი და თუ არა და უნდა გაუძლო ამას ყველაფერს და ამას უძლებენ ქართველები რა. და რა გადაიფარე ერთი იგი რა გადაიფარე გუშინ ღამე წვიმა რო დაიწყო, მაშინ გარეთ ვიყავი და ნამდვილად ვჯავრობდი შენზე, ლაივში ვიყავი და იქაც ვახსენე რომ ასე ქართველი ამ წუთას ქუჩაში ათენებს ღამეს თქვა რა. ბრეზენტი გადაიფარა. გარკვეული მიზეზების გამო ახლა ყველამ ვიცით რომ სახის გამოჩენა ნამდვილად არ უნდა. ამ პირობებში ახლა მე ამ კაცს ვიცნობ, რაღაცნაირად გზები გადაიკვეთა და ამასთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ვიცი ინფორმაციებით რომ ათეულობით ქართველი ამ წუთას ათენებს ღამეს ათენებენ ქუჩაში. აი ესაა ტრაგედია და ამ დროს